მოგესალმებით დიანა მოწვევისთვის. რა ვიცი რა გითხრათ. პირველი ალბათ არის რაღაცა სიბრალულის შეგრძნება საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის მიმართ, რომ როდესაც აი ესეთი რაღაცა არ ვიცი მე რო წარმოვიდგენ როგორ დასცინებენ ამ განცხადებას ევროპაში და ბრიუსელში რაღაც ძალიან უხერხული გრძნობა მეუფლება, რომ ეს ადამიანი დღეს საუბრობს საქართველოს ხელისუფლების სახელით, იმიტომ რომ ბატონ პაპუაშვილს შეუძლია დაწყნარდეს და მის პატრონსაც შეუძლია დაწყნარდეს ბიზინა ივანიშვილს, იმიტომ რომ არავინ არ აპირებს არანაირი წესით და არანაირი პირობებით სანამ ეს ხალხი მართავს საქართველოს და მართავს ბინძური რუსული ავტოკრატიული მეთოდებით არავინ არ აპირებს საქართველოს ევროკავშირში მიღებას, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეაჩერა. ანუ უკაცრავად დავაზუსტებ იმისთვის რომ რაღაც აგიკრძალონ, მაგალითად ხმის უფლება თუ ვეტოს დადების უფლება ან რაღაც შეზღუდვები იყოს, ამისთვის ჯერ წევრი უნდა გახდეთ, თქვენ ამბობთ რომ ეს არ გვემუქრება ამ ხელისუფლების ხელში, ამიტომ ნუ დარდობენ იმაზე, რისი პერსპექტივაც თავად ჩაახშ. არავინ მას არ ეკითხება და ძალიან სასაცილოდ ჩანს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ განუმარტოთ ახლა შეიძლება ჩვენ მოსვენელმა არ იცის, რაზე მიდის დღეს მსჯელობა ევროკავშირში, განანაირი გადაწყვეტილებები მიღებული არ არის. მსჯელობა მიდის იმაზე, როგორ შეიძლება, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებად, ანუ გადახედონ იმ პროცედურას, რომელიც ამისთვის არსებობს ჩვეულებრივ რეჟიმში, იმისთვის, რომ უფრო დააჩქარონ მათი გაწევრიანება ევროკავშირში და შექმნან ისეთი ვითარება, როდესაც ერთის მხრივ ეს ქვეყნები მიიღებენ ყველა იმ სიკეთეს, რაც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ მეორეს მხრივ ასე ვთქვათ, არ გართულდება ევროკავშირის შიგნით სხვადასხვა მიმართულებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესი და ამიტომ იქნა გერმანიის ხელისუფლების მიერ გაჟღერებული იდეა ეგრეთ წოდებულ ასოცირებულ წევრობაზე და უფრო სწორედ კი ასე ვთქვათ გადმობრუნებაზე გაწევრიანების პროცესის, როდესაც ჯერ გაწევრიანდებიან წევრი ქვეყნები და მერე დაიწყებენ სხვადასხვა მიმართულებით ვალდებულებების შესრულებას, სანამ არ მოიპოვებენ სრულყოფილ სტატუსს როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა. და ბატონ პაპუაშვილს, რომელიც წარმოადგენს ხელისუფლებას, რომელმაც ჯერ ერთი განცხადებითაც გამოაცხადა, რომ აღარ აპირებს ევროკავშირში გაწევრიანებას და მეორეს მხრივ კიდევ ერთხელ ვამბობ, ბინძურ რუსულ ავტოკრატიულ რეჟიმს წარმოადგენს, რომლის ადგილიც ევროპაში არ არის, საერთოდ არავინ არც ელაპარაკება, პოლიტიკური დიალოგი არის გაწყვეტილი, გაწევრიანების პროცესი აღარ არის საუბარი და წლის ბოლოს სავარაუდოდ უვიზო რეჟიმშიც შეუჩერებენ დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების დამსახურებით საქართველოს მოქალაქეებს და ვინ ეკითხება რაიმე კომენტარის გაკეთებას მთელ აი ამ პროცესებზე, ეს არის უბრალოდ ძალიან სასაცილო იმ ხელისუფლებისგან, რომელმაც იმის პარალელურად, რომ მოლდოვასთან და უკრაინასთან ევროკავშირმა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნა და იქვე ჩაიყვანა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ივლისში გაფართოების კომისარი სომხეთში ჩამოდის, რომ დაიწყოს საუბარი სომხეთთან სწრაფ პროცესებზე იმისთვის, რომ სომხეთი ევროპის ნაწილი გახდეს, აი ამის პარალელურად ესენი მასპინძლობენ ვუჩიჩს, სერბეთის წარმომადგენელს, ასე იგი საქართველოს ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მალე მომიწევსო წასვლაო განცხადების დაწერა და წასვლაო ხელისუფლებიდანო, იმიტომ რომ საკუთარ ხალხსაც ეზიზღება მის მიერ გატარებული პოლიტიკა და გვიცხადებენ, რომ არიან ძალიან წარმატებული მთავრობა და რაღაცა საკუთარ თავს უფლებას აძლევენ. აი ეს ხალხი უფლებას აძლევს საკუთარ თავს, რომ რაღაცა აზრები განავითაროს, ესე იგი ევროკავშირში გაწევრიანების. სალომე, მეტიც ისინი აცხადებენ, რომ აი ოპოზიციას კითხეთ, თავად როგორ უყურებენო, თავად თუ ექნებათ რეაქცია იმაზე, რომ სადღაც გაერთიანებას და გაწევრიანებაზე არის საუბარი, სადაც გვექნება მხოლოდ ვალდებულებები და არ გვექნება უფლებები და რომ ევროკავშირი რაღაც ქვეყნებს ყოფს დიდ და პატარა სეგრეგაცია მიდის 21 საუკუნეში, მოკლედ არა მხოლოდ თავად გამოთქვამენ, არამედ ცდილობენ ოპოზიციაც ამ დისკუსიის ნაწილი გახადონ.
ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში და როდესაც ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებებში, ჩვენი აზრი გვექნება ყველაფერზე. დღეს ჩვენი აზრი არის ერთი რამ, რომ არავინ არ მისცემს შესაძლებლობას არც პაპუაშვილს, არც კობახიძეს და არც ივანიშვილს, რომ ქართველი ხალხი მოატყუონ მორიგჯერზე, გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენ დავკარგოთ უვიზო რეჟიმი და ამას მიზანმიმართულად აკეთებს დღეს ივანიშვილი და მისი მთავრობა, რომ ჩვენ დავკარგოთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა და გაწევრიანების პროცესი მიზანმიმართულად ჩაშალეს და როგორც ჩანს, შემდეგი დავალება უკვე რუსებისგან არის, რომ უნდა ოფიციალურად ჩაიხსნას ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგი, გამოწვევა უნდა მოხდეს ჩვენი განაცხადის, რომ ევროკავშირში სურს გაწევრიანება, ოღონდ ეს უნდა დააბრალონ ისევ ევროკავშირს და ევროპას და აი ამის უფლებას რო არ მივცემთ მათ, რომ აი ეს საუკუნის ტყუილი აჭამო ქართულ ხალხს, რომელსაც მე მინდა ერთი რამ თქვა, რომ როდესაც ქვეყანა არის იმ სიღარიბის დონეზე, სადაც მიიყვანა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა, საქართველო დღეს არის ევროპაში ყველაზე ღარიბი ქვეყანა. როდესაც აი ესეთი სიღატაკე და სიღარიბე მოიტანა ქვეყანაში ამ ხელისუფლების მართვის პროცესმა, თქვენ იცით, რომ ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს რო დავიწყებთ და გავწევრიანდებით, წლების მანძილზე ევროკავშირს მოუწევს დაახლოებით წელიწადში სადღაც მინიმუმ 1500 евро დახარჯოს თვითონ საქართველოს მოქალაქეზე იმისთვის, რომ საქართველო წარმატებით ინტეგრირდეს ევროკავშირში. ანუ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს უნდა გვიხადოთ ფული იმისთვის ფაქტიურად დახმარებით, რომ ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. აი ესეთ სიღარიბემდე და უპერსპექტივობამდე მიიღანა ყველა ქვეყანა ივანიშვილმა და ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებიდან 4-5 წელიწადში გვექნება ის რეალობა. ალბათ უკვე მოქმედ წევრებს გულისხმობთ ყველაზე ღარიბს რომ ლაპარაკობთ, იმიტომ რომ შეიძლება კანდიდატებს შორის ან თქვათ გეოგრაფიას თუ გავაფართოვებთ, არ გამოვიდეს ასე რომ ყველაზე ღარიბი ჩვენ ვართ. ყველაზე ღარიბი ქვეყანაა დღეს ევროკავშირის წევრი და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო არის ყველაზე ღატაკი ქვეყანა. ესე არის სტატისტიკა შეგიძლიათ ამოიღოთ და ნახოთ რომელი ქვეყანა არის მოლდოვა მიიჩნევა ყველაზე ღარიბად ყველაზე ღარიბად, იმიტომ რომ მოლდოვის მიმართულებით დაიძრა უზარმაზარი სანამ ჩავა მანამდე მოცემულობას გულისხმობ. დახმარების ნაკადები. რაც შეეხება საქართველოს რეალურ სტატისტიკას, ეკონომიკურ მონაცემებს, რეალური სტატისტიკა რო იდებოდეს და არა გაყალბებული სტატისტიკა, დამიჯერეთ, რომ კიდევ უფრო ღარიბი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა და როდესაც შენ გაღატაკებულ ქვეყანას, რომლის ევროკავშირში გაწევრიანებას გამოიწვევს იმას, რომ რამდენიმე წელიწადში მინიმუმ 50%-ით გაიზრდება საშუალო ხელფასიც, პენსიაც და დანარჩენი სხვა და დასცინი ამ ხალხს და ეუბნები, რომ არ გვინდა ესეთი ევროკავშირიო, ბიძინა ივანიშვილს არ უნდა, იმიტომ რომ ივანიშვილმა თავისი ბევრი მილიარდი გაამრავლა, მათ შორის აგერ კოლ-ცენტრების მუშაობით, რომელიც ძარცვავენ ევროპელ პენსიონერებს, მე არ ვიცი, ვინ კურირებს ამას ხელისუფლებიდან, მაგრამ ხელისუფლების კურირების გარეშე მსგავსი მასშტაბური დანაშაული ქვეყანაში არ ხდება. ის, რომ დღეს კიდევ ერთხელ დასანქცირდა, მათ შორის, ასე ვთქვათ, ჩვენთან ასოცირებული ინფრასტრუქტურა, სანქციების თავის არიდებისთვის, საქართველოში დღეს ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის აბსოლუტურად არაფორმალური, ფაქტიურად საქართველო გადაქცეული არის შავ ხვრელად ევროპის, გარდა იმისა, რომ არის უღარიბესი ქვეყანა და როდესაც აი ამ კორუმპირებული საკუთარ მოკავშირეებზე ვაზუსტებ, მაინც თქვენ ამბობთ, რომ მოლდოვაზე ღარიბია საქართველო? თორე ასეთ მონაცემებს არ იცნობს არადაირი სტატისტიკა. არის უღარიბესი ქვეყანა და მოლდოვა განსხვავებით საქართველოსგან მოლდოვა უკვე მიიღო თქვენ პოტენციაზე ლაპარაკობთ და არსებულ მონაცემებზე გელაპარაკებით. საქართველოს შეუწყდა ყველანაირი დახმარება ევროკავშირიდან, საქართველოს ჩახსნილი არის ყველა თანამშრომლობის ფორმატებიდან ევროპის და ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან მალე საქართველოში სიღარიბე შესაბამისად გაიზრდება და ამის პარალელურად რომ ბედავს ვიღაცა პაპუაშვილი ივანიშვილის მიერ დასახელებული
პარლამენტის თავმჯდომარედ, რომელსაც არანაირი დემოკრატიული ლეგიტიმაცია არ აქვს, რომ ხალხის სახელით ილაპარაკოს და ჭკუას არიდებს ევროპას იმაზე, რომ თურმე რა პირობებით უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში ვიღაც, ეს არის დაახლოებით აი ისეთივე სასაცილო და ჩემთვის უხერხული, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, როგორც იყო მაგალითად აი ეს ძალიან სასაცილო წერილი, რომელიც კობახიძემ გაუგზავნა ევროკავშირს, სადაც გამოთქვავდა აღშფოთებას დანიაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე და რაზეც ძალიან იხალისეს და ბევრი დასცინეს კობახიძეს. აი ესეთი როგორ გითხრათ, სასაცილო გახდა საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, მასხრად ასაგდები და დასაცინი გახადა საკუთარი თავით და სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა სანამ ეს ხალხი მართავს ჩვენს სამშობლოს. ამიტომ მე შემიძლია ერთი რამ თქვა, რომ დიახ, ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ უნდა დავაბრუნოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ისიც ვიცით ეს როგორ უნდა მოხდეს სწრაფად, ოღონდ ამას სჭირდება ხელისუფლების შეცვლა. სალომე, მინდა კითხო თქვენ ახსენეთ, თქვენ დაწერეთ, რომ განაცხადის გასაწევადო, გაწევრიანების განაცხადის გასაუქმებლადო. აი, ფიქრობთ, რომ შეიძლება აქამდე მივიდეს საქმე, თუ კი ბატონო, თუ მივა რა ბერკეტი არსებობს განაცხადის გაუქმება, კონსტიტუციის მუხს ვერ ამოიღებენ ამისთვის საკონსტიტუციო შემადგენლობა არ ყავთ. აი, როგორ უყურებთ ამ თემას? კონსტიტუციაში რო უწერიათ, რომ ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს საქართველო, ამიტომ არ არის 2 წელიწადი გაუქმებული ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი თუ ნატოში გაწევრიანების პროცესი მიდის წინ. რა მნიშვნელობა აქვს? კონსტიტუციის ფარგლებიდან და კონსტიტუციის ჩანაწერის მოთხოვნებიდან ეს ხელისუფლება გავიდა 2024 წელს, როდესაც გამოვიდა და გამოაცხადეს, რომ 2028 წლამდე აღარ ვაპირებთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მუშაობას. ეს კონსტიტუციური ჩანაწერი იმ ვითარებაში, სადაც ძალაუფლება აქვს მიტაცებული რაღაც დაჯგუფებას, რომელმაც მათ შორის კონსტიტუცია დაარღვია იმით, რომ საარჩევნო უფლება დაურღვია საქართველოს მოქალაქეებს, როგორ მთავარი კონსტიტუციური ჩვენი უფლება არის, რომ მართავდეს ის ხელისუფლება, რომელსაც მირჩევს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით. სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები რო გააუქმა იმ ხელისუფლებას, რა კონსტიტუციის შესრულებაზე შეიძლება ვინმე ესაუბროს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამათმა იციან, რომ არ აქვთ, ასე ვთქვათ, რუსებისგან, ივანიშვილისგან არ აქვთ მწვანე შუქი, რომ შეასრულონ რაიმე მოთხოვნა, რაც უკავშირდება იმას, რომ საქართველოს არ დაკარგოს აქ საუბარი აღარ არის, რომ ჩვენ გაწევრიანების გზაზე აღარ ვართ უკვე დიდი ხანია, მაგრამ რაც გვაქვს მოპოვებული უვიზო რეჟიმი, ეს რეჟიმი რო არ შეჩერდეს, ამისთვის რაღაც კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგან. ამ ნაბიჯების გადადგმას ისინი არ აპირებენ, ამიტომ ელოდებიან, რომ წლის ბოლოს ევროკავშირს უბრალოდ სხვა გამოსავალი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა და მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამისთვის მზადდება ახლა ნიადაგი, რომ როდესაც უვიზო რეჟიმი თუ ასე ვთქვათ, ამ დახვრიტამდე მივა ევროკავშირი და შეჩერდება, ამათმა გამოაცხადონ ოფიციალურად შეწყვეტა უკვე ფორმალურად მათ შორის გამოიწვიონ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, იმიტომ რომ ეს იქნება უკვე ასე ვთქვათ, გამოიყენებენ ნიადაგს იმისთვის, რომ შექმნან ანტიევროპული ისტერიკა და ამ ისტერიკის დასაწყისი უკვე ჩვენ დიდი ხანია ამას ვუყურებთ დღეს პაპუაშვილმა, ასე ვთქვათ, ეს ისტერიკა ახალ მასში აიყვანა რაღაც ტონალობაში, მაგრამ მე ველოდები, რომ ჩვენ წინ გველის ქართული ოცნებისგან სტეროიდებზე შემჩნარი ანტიევროპული პროპაგანდისტული ხაზი, რომელიც იქნება განკუთვნილი იმაზე, რომ საბოლოო ჯამში ოფიციალურად განაცხადონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი, იმიტომ რომ ეს დღეს რუსეთს ძალიან სჭირდება, იმიტომ რომ სომხეთში იმ ფონზე, რაც სომხეთში ხდება, როდესაც აბსოლუტურად დამარცხდა და განადგურდა რუსული ინტერესები სომხეთში, განადგურდა უნგრეთში, ფაქტიურად რუსეთი ყველგან აგებს და ამ ფონზე როგორც ჩანს საკუთარმა ინსტრუქტორებმა რუსეთიდან მისცეს დავალება, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩაიხსნას ფორმალურადაც საქართველოში ევროპული დღის წესრიგი და აქეთკენ მიყავთ საკუთარი პროპაგანდა, რომელზეც თან ურცხვად იმოწმებენ, სხვათა შორის როგორც ჩანს რაღაცა ახალი პლასტი შემოაქვთ, რომ ანტიდასავლურ აი ამ რიტორიკაში შემოიყვანონ ასევე რაღაცა რელიგიური თემები და ეკლესიის
რაღაცა იმოწმებენ ეკლესიის პოლიტიკას ანტიევროპული და ანტიდასავლური ისტერიკის აწევის აი ამ ცდელობისას. კი ბატონო, მადლობა.